მოდივარ ხალხებო. მოდივარ და მოვედი. გამარჯობა და ჯენალა დასკამდი. რაღაცებს ავწერდი და მოკლედ. ხალხო, გამარჯობა, მოგესალმებით, მოვედი. ალბათ ჩვეული ვიდეო არ მექნება, ეხლა ამის სადგამი არ მომიტანია. რო არა გქონდეს ადამიანს, ხო, კარგი, გავიგე, მაგრამ რო გაქვს, რატო არ მოგაქვს, ა? მე გეტყვით რატოც, იმიტომ რომ არ მაქვს არაფრის ნერვები. არ მაქვს ნერვი, არ მაქვს გული და ასე შემდეგ კიდე რა არის ღვიძლი და თირკმელი. ვაიმე, იმდენი გამაყუჩებლები ვყლაპე ამ კბილის ტკივილზე, რომ თირკმელები ამტკივდა. აი, დანამდვილებით პარაცეტამოლი ანგრევს თირკმელებს. ეხლა არა მაქვს მაგისი ჯავრი ხალხებო. მოვედი, ყავა უნდა დამელია. არ გავსულვარ დღეს საღამოთში. რა ვიცი, გაციებულია ჩემი ქმარი, რა არის, არ ვიცი და ისა არ გავსულვართ მოკლედ რა და კარტი ვითამაშეთ, ცოტა მე ის გავაკეთე ორცხობილების ცომი, გავაკეთე, შევდე მაცივარში და ვიფიქრე ყავას დავლევ თქო და მე ვთქვი, ბარემ ყავა უნდა დავლიო და საქმეც რო გითხრა დიდი არაფერი მაქვს, კიდე ვიტყვი საქმის მეტი რა არის. არ მინდა დავხუჭავ თვალებს და არ მინდა და არ გავაკეთე ხო და ისა ესეც ნერვებს მიშლის, მაიცა აი ეგ დავთქვათ. ხო და ისა ვიდეოს ჩავწერ მეთქი, მოვალ ცოტას გეჭორავებით, იქნება და გულს გადავაყოლებ და გამოვგონდები. კბილი ამოვიღე, ახალი ამბავი რა არისო და კბილი ამოვიღე გუშინ წინ. არაფერი დიდი გართულებები არ მოყოლია, ჯერ ერთი რომ გადასარევი ექიმია. რავი, ჩვენ ქალაქში ნომერ პირველი საუკეთესო კლინიკად ითვლება, კლინიკა, კერძო, ხო და ისა კარგი, მოკლედ რა, კარგად ამომიღო, კარგად ყველაფერი არაფერი გართულება არ მოყვა. ხო და ერთი ეგ არის, რომ ვაი შავი დღით ვერ ავჭამ. ის პირველი დღე მითხრა, რომ ცხელი არაო და ცივი რამეებიო და ისა, რა ქვია, თხევადიო და რა, ცივი და თხევადი მე იოგურტი ვიცი. მეტი არაფერი და იოგურტში ჩავყარე პეჩენია და ისა ვჭამე. ხო და აქეთ ეტყობა არ ვიცი რა ვჭამე, ხმელი და მაგარი და ღრძილი გამიღიზიან და აქ საითაც კბილი არ ამოვიღე, დამტკივა. საითაც კბილი ამოვიღე, არაფერი არ მტკივა, მაგრამ ვუფრთხილდები ახალ ჭრილობას, მოკლედ რა სისულელეებს ვლაპარაკობ. ხო, სისულელეებზე გამახსენდა. ერთი კომენტარი იყო, რომ ისაო არა ვარ მაგის ხასიათზე არც განვიხილავ და არც არაფერი გამახსენდა, ეხლა წამომაბნელდა. ეს რა სულელური გადაცემაო, ფიქრია სამანაც რომ ხსნიდი ის იყო. შეკაიქალო შენა, პირველად მოხვდი YouTube-ზე ვიღაცა ხარ, მანანაო თუ რავი რა ქვია. ისა, ბევრი კარგი მანანა მყავს მე, ძალიან ბევრი საუკეთესო მანანები და ეს რაღაცა ცუდი მანანა შემომეპარა. ისაო, გვარიც მახსოვს, მეგრული გვარი იქონდა, ხო და ეს რა უაზროაო, რა ამხელა ქალწოვე, ყველასა გვაქვს პრობლემებიო და ისაო, ვის რა შეაინტერესებსო, არსად ვილაპარაკე პრობლემებზე იმ ვიდეოში ხალხო, სადაც ფიქრიას ამანაც ავხსნიდი და ისაო, ყველას პრობლემები გვაქვს და რა ვის რა შეაინტერესებს, რა ვიცი, ეს და არ მომეწონა ბოლოში, რა ვიცი და წარმოვიდგინე ახლა ეს რა ვიცი. კი დაუწერე იქვე პასუხი, მაგრამ იმას არ გეტყვი, რომ თუ არ მოგწონს, რატო უყურებ თქო. იმიტომ რომ მე თვითონ რო არ მომწონს, მაინც ვიყურებ ვიღაცას და მეც რო არ მოწონვარ ვიღაცას, მაინც ვიყურებ და მაგას არ გეტყვი, იმიტომ რომ უაზრობა ეგ რო გითხრა. მაგრამ წდარათ მაინც ეგდე რა ვიღაცა ხარ. ეხლა იტყვის რატო აკადრეო და რატო ვაკადრეო, თვითონ შტერი და ის დამიძახა, უტვინო და უაზრო და მე ეგეც აღარ ვაკადრო. მინდა და ვაკადრე. თუ რამე არ მოეწონება, იმანაც მაკადროს და მე ისე ვაკადრე. ნეტა იცოდეთ რა ცუდად ვარ. ნეტა იცოდეთ როგორ ამაქვს გული და ხურული და როგორ ძალათი ვტინგიცობ, ნეტა ვინმე მიცოდეთ რა. ხო და ქალბატონო ვიღაცა ბძანდები არა. დავაი რა. მე ბევრი ხო გითხართ, არ მომწონს ვიღაცეები TikTok-ზე, ძირითადად YouTube-ზე არ ვამბობ. YouTube-ზე ვინც მომწონს იმასაც ვერ უყურებ, არა, TikTok-მა ხო გამაგიშა. ხო და
ვინც არ მომწონს, მაინც უყურებ, გაიგე და ისა ოღონდ იმისი ტვინი მაინც ამყოფნის და თავმოყარეობა კიდე რომ იქ ჩემი კომენტარი არ დავტოვო რა, სადაც არ მომწონს და ჩუმად მაინც ვეგდო და ან გამოვიძურწო რომ არავინ გაიგოს. ამას ახლა მოუნდა თავის გამოჩენა, ორი კომენტარი აქვს, ეს მეორე კომენტარია ჩემ არხზე. აღარ მინდა ხოლმე აღარ გაგაანალიზებთ იმისი არ იყოს, თორე კარგად გამოგთხრიდი ვინც ახალ. ხო და რაღაცა დაწერა, მაგრამ უბრალოდ არ გიღირს რა, არ აღირს, თავი დამანებე რა. თავი დამანებე და ნურც კიდე ყველას პრობლემები გვაქვს, რო იძახი მაგებს, ნუ მე არავის პრობლემებს, ჩემ პრობლემებს, არავის პრობლემებთან არ ვადარებ. არავის პრობლემებს, სხვის პრობლემებს არ განვიხილავ და ჩემებს კიდე აბსოლუტურად თავს არავის არ ვახვევ რა. თორე ძალიან კარგად იცით რომ შემიძლია ბევრია ეგეთი დავჯდე და ყველა ვიდეო ჩემ დაავადებას მიუძღვნა, ყველა ვიდეოს ტირილ ბღაველი და ასეთი რამეები მოუძღვნა, ყველა ვიდეოში ვიწუწუნო და ასე შემდეგ. არა ვარ მე ეგ ადამიანი, მაგრამ ამან მაინც ჩათვალა თავი ვალდებულად რომ კომენტარი დამიწეროს რა ვიცი. საქმე ეგაა რომ არაფერი შედარიცი ქვეყანათა ცაზე. მოქცევა და კულტურა და წესებიც არ იცი. თორე კიდამანებებდი თავს და არა მიშლიდნენ რა ძალა მედგახარად გამახსენდა და ავიშალე ნერვები. სანერვიულო მაკლია, რაზე ვიშლი ნერვებს, რა ძალა მაქვს, იმა დაწერა დადებებული მაქვს ხალხო, გულგარეთ ვიჩხუბე. ეხლა ახალი რა არის და არაფერი ახალი არ არის, ყოველ შემთხვევაში კარგი არაფერი არ არის ახალი და ჩემი კონტროლი არის აპრილში და გავაკეთე რეცეპტები, სისხლის კონტროლი, კიბოს მარკერები, რავი, ყველაფერია, მოკლედ ძალიან ბევრია რა, ხო და ვიფიქრე რომ სანამ რიგში ჩავდგები თქო, სანამ დამინიშნავენ სისხლის აღების თარიღს და სანამ მე ერთი კვირა პასუხს უნდა ლოდის, განსაკუთრებით იმ რაღაცა ერთთან არის, ხო და რომელიც გონი ჩემ ქალაქშიც არ აკეთდება, გვერდზე მიაქვს. ხო და ვიფიქრე რომ დრო მაქვს თქო და სადღაც ეგრე მარტის ბოლოსკენ აპრილის პირველ კვირაში მზად ვიქნები. არა კაცო, ვინდა გაცადა. დილას წაიღო ჩემმა ქმარმა, არა ტყუილი, გუშინ წაიღო ჩემმა ქმარმა რეცეპტები რომ რაღაცა ჩვენ წავიდეთო იქაო კლინიკა საავადმყოფოშიო ვიზიტის და ანალიზების დასაგეგმად. არ ვიცი ქართულად ამას რა ქვია, ვერ ვიგებ მე. აპუნტამენტო ქვია აქ, ხო და ისაო, იძმობილი რო ყვა ეკთანი. ეთქანი ბიჭი, ხო იცით, ეთქანი ბიჭი. იმას მივიცემ რეცეპტებსო და ის დაგეგმავსო. ერთი ინოჩენტესაც უნდა კონტროლი ჩიყვზე. ჩიყვის ჰორმონს ხო სვავს ბოლო 1 წელია და ეხლა უწევს კონტროლი და ნუ ორივეს მივცემო და ძირითადად ერთ დღისით გვიგეგმავენ, ხო? წეღან მოვიდა, წეღან არა დილას, შუა დღეზე როდის იყოს ადილად. მოვიდა და კვდება სიცილით. ნანაო, შენიო ხვალვიაო, ხვალვე უნდა წავიდეთო სისხლის ჩასაბარებლად. არა და თურმე იქ სადაც პრენოტაციას რა ქვია, ფორტოჩკაში სადაც უნდა ისაქნას რა, აიღოს თარიღი რომ დაადგინოს, როდის იქ თურმე საერთოდ თუ არ უთხრეს, არა გვაქვს ადგილებიო. ეს ჩემი ეკთანი კიდე წავიდა და შავი ხოდებით იმასთან უფროსთან შევიდა და ხვალვე და ჩამსვეს. აი თუ არ იყო ადგილი, აი როგორ ხდება. აი უკანონოებები ხდება ამნაირად. ხო და ისა ხვალე უნდა წავიდეს სისხლის ასაღებად, მოკლედ და კონკრეტულად ეგრე ჩქარადამალი არ მინდოდა, მაგრამ მეტი გზა არა. ქალბატონჭიქით არ მოსული. ეს ხო ქალბატონჭიქა, რამდენი ხანი არ მოსულა ქალბატონჭიქა. ხო და ეხლა უნდა წავიდე ხვალე სისხლის ჩასაბარებლად. მე იქიდან რო გამოვალთ, წავალთ საუზმეზე. ბარში რა, სახში აღარ მოვალ. ხო და მე იქიდან წავალთ ხილბოსტანზე, გვერდზე ქალაქში. ასე რომ ხვალინდელი დილა დაგეგმილია. ასე ჩემოკარგებო, არ ვიცი, კი მოვედი და ჩავრთე ვიდეო, მაგრამ არა მაქვს არ თმები, არაფერი, როგორც ისა წამოგორებული ვიყავი და ავდექი ეგრევა, თმები მაქვს შესაღები, მინდა რომ შევიღებო რა, მაქვს აღებავი, ხო და
მეზარება ყველაფერი რამდენი ისა ყოველ მეორე დღეს გავიფიქრებ აჰა ეხლა მოდი სანამ იმას ვიზავ დავიბან მოდი დავიდებ საღები დამეზარებ ხო და ეგრეთი ამბებია ხალხებოდა ეხლა პომადა წავისვი ძალით იმიტომ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ თქვენთანაც რა თქმა უნდა თქვენი ხათრითაც და ინოჩენტე ვერ მიყურებს თუ პომადა არ მისვია სულ გონია რომ ცუდად ავარ იმდენად არის მიჩვეული და იმდენად ამაქვს მე გაცრეცილი ტუჩები საერთოდ ბავშვობიდან ამაქვს უფერ ხვარიან რომ წითელი ტუჩები აქვთ არა კლასელი მყავდა მე ერთი აი ღაღანა წითელი ტუჩები ქონდა ვერ დააჯერებდი ვერავის რომ პომადა არ ესო არა და იმ დროში პომადას ვინც ასმევინებდა ღაღანა წითელს ხო და ისა მე კიდე სულ უფერული ტუჩები მქონდა და სულ დაჯული ვიყავი კაცო უფერული ტუჩები მქონდა და არ მომწონდა ხოლმე ისა თმები სწორედ თმები და არ მომწონს მაგით ახაც ვიტანჯები ტუჩებს უშველი და თმებს ვერაფერი ხო და ეგრე შემოკარგებოდა გამახსენდა მე რომ ხო და არა მქონდა ნერვები რომ პომადაც კი წამესო აი არ მინდოდა ძალით ჩემ თავს ძალა დავაყანე რომ წავისვი და მოვედი ხო და გამახსენდა რომ მე რომ ინსულტი დამემართა როგორ უნდა ვთქვათ ინსულტმა რომ დამარტყა არა ინსულტი რა არის გული არა ინფარქტია გული ინსულტი კარგად ვამბობ ტვინში სისხლი ჩამექცა მოკლედ კარგად ვამბობ ტვინში სისხლი ჩამექცა 23 წლისა ვიყავი ვოლგოგრადში დამემართა ხო და ჩავედი სესიაზე მოკლედ და სესიაზე არა გამოცდებზე და ესა ზაფხულში ივნისში და მე რამდენი დღეს მეხუთე დღეს გონი რომ ჩავედი თუ მესამე თუ მეხუთე დღეს არ მახსოვს მოკლედ დამარტყა ისე დამარტყა რომ კინაღა მოუკვდი ნუ ეხლა მაგის ყველას არ ვაპირებ მაგრამ რა მინდა ვთქვა ნუ ჩამოვიდნენ დედაჩემი ჩამოვიდა ჩემი ძმა ჩამოვიდა იქ საავადმყოფოში სანამ ვიწექი მე რომ გამომიყვანეს მაშინვე ვერაფრით ვერ წამოვიდოდი სახლში და იქ ერთი თვე იქ ვიყავით გვერდზე ქალაქში თავის ბინაში შეგვიშვა ერთმა გურჯანელმა კაცმა საწყალი ისიც მოკვდა ხო და ისა რა მინდოდა მე თქვა დედაჩემი იმ ჩემი ამბების მერე ერთი წელი თუ ორი წელი კარგად არ მახსოვს 2 წლამდე ვერც საყურე ვერ გაიკეთა და არც პომადა არ წაუსვია აი არ შემიძლიაო ამბობდა კი ხო გადავრჩი გამოვედი მდგომარეობდა დაახლოებით 6 თვის მერე უკვე ნორმალურად ვიყავი ნუ კიდე ნორმალურს დამიძახებდი მაგრამ ნუ 1 წლამდე მაინც სულად ვიყავი მაგრამ ისა აი დედაჩემს 1-2 წელი ვერც საყურე ვერ გაიკეთა და არც პომადა არ წაუსვია რომ ვერა არ შემიძლიაო იმდენად კონდა იმხელა სტრესი გადაიტანა ალბათ რა თუ რავი რა არ ვიცი ხო და ღმერთმა სულ გამყოფოთ გაპრანჭვის ხასიათზე იმიტომ გეუბნებით ადექი მოწესრიგდი გადაისვი თუნდაც ვისმე პრანჭებიო არასდროს არა თქვათ ხალხო იმიტომ რომ გაიარო უცებ და შენ თავი შენ არ შეგეშინდეს თუნდაც მაგიტომ ისა რა ქვია საღამოთი წავისვავ მეთქი ისა პომადა ეხლა ჭკვავისწავლე ფერიანი ბალზამები ვიყიდე ხო და გადავისვავ ხოლმე მაგას საღამოთი რა ძილის წინ წავისვავ ბალზამს და დილით რა ვდგები ფერიანად თავარ ტუჩებზე ერთი ყავისფერი მაქვს ერთი წითელი ხო და ეგრე ეხაც უაზრო გამოვა ჩემი გადაცემაო თან კიდე გადაცემაო თუ ლაივიო თუ რაღაცა დაწერა არ არის ხალხო ეს არც გადაცემა არ არის არც ლაივი არ არის ეს არის ჩვეულებრივი ვიდეო ჩაწერილი ვიდეო არის და ჩაწერილი არ არის ლაივი ისე ძალიან რამდენჯერმე მომივიდა თავში აზრად რომ ლაივში გავიდე ლაივები დავიწყო მაგრამ ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ მე თვითონ არა მაქვს დრო მე ისა დავიწყოთ რომ მე საქართველოს გულისთვის უნდა გავიდე ლაივში და საქართველოს და მე მაშინ დროებში ძალიან არ ვემთხვევით და ასე რომ ეგრე არა ხო და ეგრე არა და ეხლა არ ვიცი 9 თუ რამდენი კაბა მაქვს ნაყიდი ჩამოვიდა დამირეკეს არა ჩამოვიდა შაბათს იქნებაო შაბათ კვირასო და
ჩემთვის ვფიქრობ, ნეტა რა ჯანდაბათ მინდა მეთქი, ზაფხულამდე ვიქნები, არ ვიქნები, ანსად ვიქნები, ან რავი როგორ ვიქნები, გაცმარიც. მე რომ გეუბნებით ხოლმე თქვენ რომ ხალხო ნუ რაფერზე მეთქი, ნუ მოიშლით ნერვებს, ნუ ცუცნო გააკეთებ და გააკეთება იქით იყოს ნურც, ნუ რავის ცუცნო უსურვებთ მეთქი, რომ გეუბნებით ხოლმე, იმიტომ რომ აი მოსახვევში რომ მოუხვევ, არ იცი რა დაგხვდება მეთქი, ხო ვამბობ ხოლმე. ტყუილად არ ვამბობ მე ამას ხალხებო, არ ვიცით, განა იმიტომ რომ მაინდა-მაინც რამე ცუდი უნდა დაგხვდეს. შეიძლება კარგი დაგხვდეს და საერთოდ შეცვალოს ისევ შენი ცხოვრება და გეგმები. ეგე მანანას მაგაზე კარგი რაღა გინდა დაემართოს. საერთოდ არ აქვს და გეგმილი ფეხძიბე დარჩა და შეიცვალა გეგმებით ცხოვრებაც და ყველაფერი. ასე რომ ყოველთვის მაგას გეუბნებით ხოლმე. ნუ რავის, ნუ უსურვებთ ცუდს, ნუ გაგიხარდებათ სხვისი რაიმე ცუდი, ან უფრო კიდე უარესი, ნუ შეგშურდებათ სხვისი კარგი. აი, სადღაცა წავიკითხ, მე ხო ჩემი ტვინი არა მაქვს, სადღაცა წავიკითხა მომეწონება და დავიხსოვე. ეგეც ხო მიღწევაა, რომ სხვისი რამე მოგეწონება და დაიხსოვო. ისა ის კი არა, ხო, ჩემ მეგობარსა ქონდა Facebook-ზე გაზიარებული თუ ისა, ჩემ ბავშვობის, ჩემ მეზობელს მეგობარს თბილისში ცხოვრობს, ჩემზე უფროსია ცოტა. ხო და ის არ გეგონოთო, რომ თქვენიო შურიან ადამიანებსო და ბოხმიანებსო, შურიან, საერთოდ ხო არიან შურიანი ადამიანები, რამდენიც გინდა ვთქვა თუ არ არიან, არიან. ხო და შურიან ადამიანებსო, არა შურთო თქვენი არც ფულიო, არც ბანკანა, არც სახლი, არც ჩაცმა და ხურვა, შეიძლება ყველაფერი ეგ შენზე მეტი კონდეს. იმ შურიანს. შეიძლება ყველაფერი აი ეგ შენზე მეტი კონდეს, მაგრამ ყველაზე ძალიან შურიანსა შურსო შენი ცხოვრების სტილიო, შენი ცხოვრებისადმი მიდგომაო და შენ როგორაც ცხოვრობ და როგორ იღებ ამ ცხოვრებას და როგორ აი ის რომ დადებითი ხარ, ის რომ პოზიტივი ხარ, ის რომ არავისი შენ არ აღშურს სიტყვაზე და არავის არ ებრძვი და აი ეგაშურსო. თორე შეიძლება ქურქი და ბრილიანტები შენზე მეტი კონდეს, მაგრამ მაინც შენი არიან ეგეთები, რომ შეიძლება შენზე კარგად ცხოვრობ და მაინც შენი შურს და ვერ იგებ რომ კი, მაგრამ რატო შურს კაცო, მე ხო ამას ხო ჩემზე მეტი აქვს და რა, მაგრამ თურმე ის აშურს რომ შენ ახარ ბედნიერი. იმით რაც აგაქვს. აი მივედი მაგ სიტყვამდე, კარგი, საჭირო სიტყვამდე მივედი. შენ ახარ ბედნიერი და კმაყოფილი და თვითკაბარი იმით, რაც გაქვს. მე ეხლა ეს მაქვს, ხო? სიტყვაზე ჩემი გაკეთებული ყავა და მე ამით ვარ კმაყოფილი და იმიტომ არ ვიშლი ნერვებს, რომ აი აქ სიტყვაზე Starbucks-ის ყავა არ მიდგა, რავი, რა გინდათ, რა ვიცი, რა ბეძვირფას, ხო? აი ეგ არის პრობლემა იმ სხვისთვის. მე იმიტომ რომ იმ სხვას ის რაც აქვს არ აკმაყოფილებს და ნერვები იმაზე ეშლება რომ შენ რომელსაც იმაზე ნაკლები გაქვს მაინც იმაზე ბედნიერი რატო ხარ. აი ეგ არ გქონდეთ ხალხო. ის იკმარეთ და იბედნიერეთ იმით რაც გაქვთ. გეფიცებით ახლა კიდე ერთ სისულელეს დავახეთქებ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა, მე არ მერიდება, არა მწხვენია, არც სიმართლის თქმისა, არც წარსულისა, არც იმისა, არც ამისა, არაფრისა, იმიტომ რომ სიმართლე საერთოდ დღეს ძეხვის განყოფილებაში ვიყავი, ყველი გავახეხინე და რაღაცა ვიყიდე არის, ხო და ესა რაღაცაზე მართალს ვამბობო ძეხვის გამყიდველი რაღაცას ამბობდა, რა ვიცი, რომ დღეს მეო ისაო, სულ ყოველ დღე იმას ძახს მოხარშული ვაშვი უნდა ვჭამო, თავის თავს დასცინის რა, ხუმრობს ხოლმე. მე თქვა, მეო ტყუილები არ მიყვარსო და მე ვთხარ, სიმართლე თუ გინდა მე ტყუილებს არ ავლაპარაკობ მეთქი. გარდა იმისა მიყვარს არ მიყვარს, არ ავლაპარაკობ, ტყუილს არ ვამბობ, ყოჩალო. არა, ჯერ ის მეთქი რომ არ ამჭირდება და მეორე კიდე უაზრობა ამეთქი, იმიტომ რომ მაინც გამოვა მე სიმართლე გარეთ, თქო და აზრი არ აქვს. ხო, მართალი ხარ. ხო და მე თქვი ტყუილებს არ ავლაპარაკობ მეთქი და გავახსენდა რომ გუშინ დილით ჩავდიოდი კიბეზე. ეს დღეებია დილით სახში ჭამა მეზარება, ანუ მეზარება რა მხრივ რომ ვერავჭამ კარგად და ისა, ნუ არ მინდა რა მეზარება, პეჩენისა და იმის ჭამაც არ მინდა და გავდივარ უჭმელი. ხო და რო გავდიოდი გუშინ დილით კიბეზე ჩავდივარ ქვემოთ და გავიფიქრე რომ მოდი მეთქი ისა თუ რამე იქნება ისეთი კრუასანი
აქ კორნეტო ქვია იტალიურად და ფრანგულად კრუასანი და რადგან თქვენ კრუასანს ეძახით. რამე ისეთი კრუასანი თუ იქნება მეთქი ნაკლებ ტკბილი და გულსართის გარეშე, ბარემ მეთქი გარეთ ვისაუზმებ. და მე არაფერი არ მავიწყდება ხალხო და გამახსენდა და თქვი ჩემთავს ვთხარი აი გიდი ნანა მეთქი რა დრო იყო მეთქი რომ სასტრაფოა დავაცადე გაიარა ცივია ყავა მაინც ხელს არ ავსვა ხო და რა დრო იყო მეთქი რომ აქ რო უკვე იტალიაში რო ვიყავი და ვმუშაობდი რა აზრი ქონდა ხელფასი კი მქონდა სიტყვაზე 800 ევრო მაგრამ 700 ევროს თუ 740 ევროს პროცენტებში ვიხდიდი ხო და ვაიმე მეთქი ნანა რა დრო იყო მეთქი რომ კვირაში ერთი დღე გავდიოდი დასასვენებლად და იმ კვირაში ერთი დღე მეთქი ყავის დასალევად ბარში შესვლა მაშინ 60 ცენტეზე ღირდა ყავა 1 ევრო კი არ აღირდა ხო და ის კვირაში ერთი ყავა მეთქი მენანებოდა რომ თუ ძალიან იძულებული არ ვიყავი ხოლმე რომ სადმე გინდოდა დაჯდომა ანუ ამინდობა იყო მანაწვიმდა ან არავის ჯანდაბა და დოზანა ისა იმის ფული არ აქვს მეთქი და იმის გენანებოდა კი მენანებოდა იმიტომ რომ არ მქონდა რა და ისა რომ კვირაში ერთხელ ბარში ყავა დაგელია მეთქი და ეხლა კიდე საუზმეც ბარში მერე მეორე ყავა ბარში მერე საღამოს ყავა ბარში და ასე შემდეგ ხო და ეს ყველაფერი მე არ მავიწყდება და არც უნდა დაგავიწყდეს ჩემი ჭკუით არ უნდა დაგავიწყდეს იმიტომ რომ როდესაც იმ ყველაფერს დაივიწყებ მე ეხლანდელ იმით რაც აგაქეს ზედმეტი ერთი ყავა უკვე ის აღარ გაკმაყოფილებს მე ის კიდე გინდა ფუფუნებისკენ მიიბრძვი და აი გაუმაძღრობის გზნობა რომ დაგემართება და არ გაკმაყოფილებს ის რაც გაქვს ძალიან ცუდია არავის არ ავნებ პირველ რიგში შენ თავს საკუთარ თავს დააზიანებ ავნებ სერიოზულად იმიტომ რომ როდესაც მუდმივად უკმაყოფილო ხარ როდესაც მუდმივად რაღაცა გინდა არ ვამბობ იმას სუდათ არ გავიგოთ და არ ვთარგმნოთ როს ვინმე სიტყვაზე უკეთესობა უნდა უკეთეს ცხოვრება უნდა მომავალი უნდა რაღაცის მიღწევა უნდა ეგ კი ეგ რა თქმა უნდა დაგეგმავ კიდეც მიიბრძვი კიდეც მიიწევ წინ მაგაზე კარგი არაფერი არ არის მაგრამ ის რომ რავი რა ის რომ რაღაცა მაგაზე ყოველ დღე ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ ადექი გავიღვიძე დავინახე დღის სინათლე მადლობა საღამოთ მივედი საღამომდე საწოლში დაწოლის თავი მაქვს არაფერი მტკივა მადლობა აი ეგრე ვარ ხო და ეგრე ჩემი ქმარი იქა მღავის თვითონ რო გონია რომ მღერის მღავის ხო რა შეიძლება ჩემ ქმარს ერთი ქალბატონი განათლებით მუსიკოსი და პროფესიით რა განათლებით ცუდად ავთ ძალიან კარგი კომენტარებს უწერს ქალბატონო ელისო მოგმართავთ თქვენ და ძალიან დიდი მადლობა როგორც აფასებთ ჩემ ქმარს დაშრობს ნამოღვაწეს ხوار დავაქმევ დაშრობია შრომადებს შიგა და სულ მინდოდა თქვა რომ ხალხო ჩემ ქმარს ერთი სკოლა ერთი მუსიკის ერთი დღე განათლება არ აქვს ნოტებსაც ვერ იცნობს მიუხედავად იმისა რომ დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა ჯგუფში ჯეილობაში ხო და მომღერ ორი იყვნენ სოლისტები და ერთმანეთს ენაცვლებოდნენ დასარტყამებზე ერთი თუ მღეროდა მეორე დასარტყამებზე და ეს დასარტყამზე იყო ხო და იმის თქმა მინდა რომ ყურით არის რასაც აკეთებს ეგ ყველაფერი არის ყურით რასაც აკეთებს სწავლობს სიმღერას ყურით იმაშვება და მერე თავისი ის არის რა მოკლედ იმის თქმა მინდა და მე იმიტომ ვაფასებ ხოლმე და იმიტომ ყოველთვის მენანება ვისაც რაიმე ტალანტი აქვს და ვერ განავითარებს და ვერ წავა იმ თავისი
ნიჭის გასაღვივებლად და გასაფართოვებლად და გამოსამჟღავნებლად. ეს იქნება მხატვარი, კიდევ იმეორება აი ეს ჩემი მეგობარი მეთქი რო თქვი, ჩემი მეზობელი ახმეტისა და ძმა ხატავდა და ხატავს ბავშვობიდან და ჩემთვის რა ვიცი, აი ძალიან საწყენი და სატკენია, რომ არა ხანდახან ცხოვრება ისე არ გიშვებს, რომ იმ შენ ნიჭს და იმ შენ მოწოდებას მიყვე. ამ ჩემაქმარმა კიდე მაინც მთელი ცხოვრება არ მიატოვა, გარდა იმისა, რომ მუშაობდა სკოლაში, გარდა იმისა, რომ მუშაობდა დამკრძალავ ბიუროში, გარდა იმისა, რომ აკეთებდა მარმარილოს ქვებს. მართლა გეუბნებით. თორე ეს როგორ იქნებოდა, ფეხზე ვერ დარჩებოდა, იმიტომ რომ აქ რო ადამიანი გაეყრება ცოლს და განადგურდება, იმიტომ რომ ეხლა კიდე არა უშავ რა კანონები ცოტა სხვანაირად არის, მაგრამ ნადგურდება, იმიტომ რომ მთელი სიცოცხლე უნდა შეინახოთ ცოლები, მთელი სიცოცხლე შვილებს შეიძლება 30 წლისები იყვნენ და უნდა უხადო ალიმენტი. სანამ არ დაქორწილდებიან. ან არ იმუშავებენ და ამისები არც ერთი არ ამუშაობდნენ, სანამ არ დაქორწილდნენ. ხო და იმის თქმა მინდა, რომ ამდენი რომ არ ემუშავა და ამდენი სამუშაოები არ გაიგო, ფეხზე ვერ დარჩებოდა, ვერ იყიდდა ბინებს, ის პირველი ბინა, როდესაც ცოლს გაეყარა ხალხო, მაგაზე ადრე ვიდეოები მქონდა აქაურ კანონებზე, მაგრამ აღარ არის. გამოვიდა ეს სახლიდან, მამაკაცი გადის, გინდა შენი იყოს სახლი, გინდა ვისიც გინდა გადიხარ, იმიტომ რომ დედა რჩება ბავშვებით სახლში. და გააყრა მიმდინარეობდა 20 წელი პროცესი. საბოლოო გაყრა და მე არის დივორციო, ანუ რაღაცას ორი ეტაპია. ხო და ის 7 წელი იმ სახლში იყო ცოლი, მაგრამ საქმე ისაა, რომ თუ მოიგე ბოლოს იმას დაუანგარიშდა ბინის ქირა მთელი იმ წლებისა. ინოჩენტეს ბედმა იქ გაუღიმა, რომ ის დიდი ბინა იყო თურმე, ნუ აი შორს არ არის რა ისიც, მაგრამ მე იქ არ ვყოფილა რა თქმა უნდა. ხო და ქვემოთ კიდე 30 მეტრი გარაჟი. ეგ აქ დიდი ფუფუნებაა, რომ სახლის ქვემოთ გარაჟი გქონდეს. ხო და იმის თქმა მინდა, რომ ამდენი რო არ ემუშავა, ეხლა იმას არ დავიწყებ როგორ გაიყვეს და როგორ არ გაიყვეს. ჩემი ქმარი ბეწვზე ვართ გადარჩენილი. მე რა, ეხლა მე ვიქნებოდი, არ ვიქნებოდი კაც მარიც, მაგრამ ესა ბეწვია გადარჩენილი, იმიტომ რომ გაეყრები გევალდებულება, რომ მთელი ცხოვრება უნდა უხადო იმ წინა ცოლს. მთელი ცხოვრება რაღაცა რამდენიღაცა რასაც მოგისჭიან რა. არის ისეთი ქორწინებები, რომ თუ ისა ხარ ფულიანი, ანუ ბიზნესმენი და ისეთი ისა გაქვს რა, ცხოვრება, შენი ცხოვრება, კანონი გავალდებულებს, რომ შენი ცოლი ყოფილი ისე უნდა შეინახო, როგორც მანამდე ინახავდი. ანუ ისევე უნდა იცხოვროს, არაფერი არ. აი, ბერლუსკონის ყოფილ ცოლს 100,000 აქვს თვეში მგონი. ხო და რის თქმა მინდა, ამას ადვოკატი შეხვდა ისეთი და ისე მოუგვარა საქმე, რომ რაღაცა გარკვეული თანხა მიაცემინა, მგონი ის ქირა აპატია, კიდე რაღაცა დაუმატა, რამდენიღაცა 1000, ბევრი არა 7 მგონი და იმ ქალმა ამის მაყოფილმა ცოლმა უარი თქვა იმ შესანახ ყოველთვიურ თანხაზე. აი არ არის ისიც კარგად. და როცა უარი თქვა და ხელი მოაწერა, ხო ეხლა თორე ეს ყოველ თვე თავისი პენსიიდან ხელფასიდან თუ რაც იყო უნდა გადაეხა და ყოველ თვე 300 ევრო მაინც უნდა მიეცა რა, თუ მეტი არა, 300-350. ხო და მაგასა ვარ გადარჩენილები მოკლედ, თორე უნდა ეხადა. და ისა რა ქვია. და როდესაც აქ არის ბონუშიტა ქვია, ბოლო ანგარიში, ხო, ქართულად ქვია, ბოლო ანგარიში. ვინც არის სახელმწიფო სამსახურებში. ნუ, აქ მომლელები ვინც მუშაობენ, ვინც ავართ რა, ჩვენ იმათაც ყველას ეკუთვნის ბოლო ანგარიში. როდესაც დაამთავრებ სამუშაოს თუ პენსიაში გადიხარ თუ იქ აღარ მუშაობ, ეს ბოლო ანგარიში გეკუთვნის და ეხლა ბოლო ანგარიში გააჩნია ვის რამდენი ეკუთვნის და იმ ცოლს, ხო, რო არ მოეწერა ხელი, გეკო. გამარჯობა. გამარჯობა, ინოჩე, დოვევა იკოზი. Ne. Fammi vedere.
qua devi vedere. Sì. Ma tu non vuoi video da. Sì. Sashino por tarda როგორ გადაწყვიტა მოსვლა ვერ გეტყვი. ხო და ის ბოლო ანგარიში ჩემ ქმარს შეხვდა სკოლიდან რომ გამოვიდა 73,000 მგონი. ხო და მგონი რა ზუსტად ვიცი. ხო და ერთ წელს ნახევა არა 48,000 ერთ წელს და მეორე წელს კიდე ის ნარჩენი, იმიტომ რომ ერთნაირად 50,000-ზე მეტი არ შეიძლება. ხო და ეს ბოლო ანგარიში იმას რომ იმაზე ხელი ეგ არ იფიქრა იმან ეტყობა. იქიდანაც ეკუთვნოდა ნახევარს. ეგეთ აი რამდენჯერ არის გადარჩენილი ჩემი ქმარი. კარგი ადვოკატის გამო და კარგი ადვოკატის ხელში. აი მაგიტომ. ხო და ეს ამდენს რომ მუშაობდა, იმიტომ შეძლო რომ ის სახლი იმას დაუტოვა, უკვე გაშორებულმა ეს იყიდა, მერე კიდე ორი ის იყიდა გარაჟი და 1000 რამე, მოკლედ იმის თქმა მინდა რა, რომ ამდენი სამუშაოებით, ხო? მაგრამ მოიხედავთ ყველაფრისა, სიმღერას თავი არ გააქვს. È permesso. ვაიმე, პრეგო, ეხლა ქუდი თუ დაიფარე, მობრანჭული ხარ რა. Messa, curi dai para, non vi trovo da stare formașia. Il mio abbigliamento. Podiși ce-mi ceațmulo bazeo. Sono in vestaglia da camera. Sahlis rismațuiau. Stasera sinceramente non siamo usciti, quindi ci siamo dedicati un pochino a voi. Ecco. Aggiustiamo almeno quello che abbiamo. Ci siamo dedicati un pochino a voi, maggiormente a una nostra carissima adesso tutti e due siamo senza denti qua. Che cavolo siamo? Come si chiama quella ragazza? Che c'è modo di... Oh, Picria! Sempre ricordi sempre molto ti è uscito dalla testa. Su, Picria, smezzati scolme. Buonasera. Picria, buonasera. Ma chi ti muove Dio? Che cosa ti devo dire? Non ho parole, quindi è inutile che giro intorno. Sono stato felicissimo. Dirti grazie è troppo poco. Ma è stato tutto di mio gradimento. Almeno per quanto riguarda la mia parte. Perché le cose mie non sono state gradite. Io ti sto dicendo, per quanto riguarda me, sono stati veramente doni meravigliosi. Doni. Meravigliosi. Bellissimi. Anche per quanto riguarda mia moglie è stata felicissima. Era una bambina. L'hai filmato com'era bella. Gioiosa. Quindi mi arda mi richiami a tu da tu una solo ho detto non l'ho chiamato, non ho detto niente, sta dicendo da solo tutto. Quindi, ripeto, ribadisco, veramente... per questo stai altri occhiali, pensavo qualcosa di diverso, vedo. Questi sono gli occhiali, perché sinceramente sto lavorando anche io con il computer. C'è un altro, aspetta, come si la sfida, Sanremo zero simgheram gaimardva, ეხლა ჩაიჭედა რომ სასტრაფო თუ და გააკეთოს. Dice che sto lavorando sulla canzone di Sanremo? Sì, ho detto, adesso che subito devi fare. გამოწვევა მიიღო თავის თავთან და აქ ho detto ha preso la sfida, sta sfidando con se stesso. Non è facile, che non è una canzone facile. Sembra facile, ma non è facile. თითქოს ჩანს რომ ადვილი სიმღერა, მაგრამ არ არის ადვილიო და სალდავინჩი გაიმარჯვა სიმღერა და ბევრს ახალგაზრდებს არ მოწონთ, ძველ გაზრდებს მოგწონს და ასე შემდეგ. Inocente გადაწყვიტა რომ სასტრაფოდ უნდა გააკეთოს, ხო და მუშაობს. Quindi mi sto allenando per poi andare giù in sala registrazione e registrarla. Speriamo che tra qualche settimana, tra diciamo un mese,
რამდენიმე კვირა მომინდებაო. Sarà di vostro gradimento. No, vediamo come trovi tempo poi andare. Sì, certo, perché qui di tempo ce n'è poco quanto niente. Siamo impegnati quasi tutta la giornata, sia la mattina che il pomeriggio, quindi non abbiamo poco tempo. Ribadisco, Picria, che cosa ti devo dire? Grazie. Ha fatto rimanere senza parole. Grazie di cuore, proprio di cuore. Di cuore. Questa fa lo specchio le cose. Di cuore, veramente, non... no. Quindi lei era una bambina quando era tutta felice, gioiosa, è stata sorpresa anche dalle tue scelte. Dalle tue scelte che sono state veramente una più bella dell'altra. Quindi nessuno escluso, nessun oggetto escluso. Grazie. Anche tutti quelli che mandano lo stesso. E grazie a tutti quanti. Certo, voi capite che su 10.000 quasi 10.000 persone. No, sto dicendo altri che mandano i pacchi. Sì, mi rivolgo anche a chi hanno fatto in precedenza la stessa cosa che hai fatto tu. Quindi იმათაც ვუხდი მადლობასო ვინც გვიგზავნა მანამდე ვინც Nino, Lela, tutti quelli che l'hanno fatto sono stati veramente conserviamo i vostri doni con una certa gelosia perché sono doni affettivi. Sto dicendo dove dobbiamo mettere il coso. Es cinuri vaza guac. იქ გვიდგა ვერცხლის სანათური, რა ქვია, ნაჩნიკი. ის ვერცხლის ნაჩნიკი იქიდან უნდა მოვაშოროთ. ეს ჩინური ვაზა უნდა დავდგათ და მაგვაზასთან უნდა დავკიდოთ, ეგა უკვე შევისწავლეთ ეგ ამბავი. სურათი უნდა დავკიდოთ და მოუხდება ძალიან. კომპოზიცია შეიკრება. Siamo ancora in fase di composizione. C'è composizione Va bene, ragazzi. Va bene, Picria. Un abbraccio a tutti quanti in famiglia, Picria. Un abbraccio a tutti quanti, anche voi che ci state seguendo. Quindi, ribadisco, non lo so se è colpa di YouTube che sinceramente le visualizzazioni sono dimezzate. Non lo so se è colpa vostra che non mi seguite più oppure secondo il regolamento di YouTube sta usando un altro algoritmo. Un altro algoritmo, sì. Comunque sono ugualmente felice. Anche se le visualizzazioni sono dimezzate, sono ugualmente felice perché per me è già un grande traguardo. მართალიო გამინახევრაო არ ვიცი YouTube-ის ბრალი არ ვიცი თქვენ აღარ მიყურებთო და ნახვები აღარ მაქვს და განახევდაო მაგრამ ზუსტად ისევე მაინც ბედნიერი ვარო და მაინც კმაყოფილი ვარო და მაინც ჩემ დიდ მიღწევათა ვთვლი რაც ამაქვს იმას. Io me ne vado. და თქვენი მადლობელი ვარო, ხო ეგ დამავწყდა ხო? Perché mi devo allenare. წავედი ხა ისე ვივარჯიშებო. Allora, ragazzi, un bacione a tutti quanti, ai vostri figli, ai vostri mariti, alle vostre mogli. Come sempre dico, felicità a tutti quanti e che Dio vi benedica, come benedice pure noi. Bye bye.
Come sto traducendo bene, chi mi paga? Mi lo paga. È una cosa sola. Dai, non c'entrerà. Ma hai dato da Pulio me Io pago. Beh, chi devi pagare? Bye bye. Ciao. Ciao, signore. Signore, mi devo alzare, aspetta. Aspetta, innocente tricarico, aspetta. Chi si muove? Devi cambiare i capelli. Siamo io e te. Io e te. Cappello hai preso? Dai. Bravo. ვიდეო ძახა დინუთხრა შემომეჭერიო და ჩემ ვიდეოში შემოქანდიო და მობძადიო ვინ დაიბარა მე არა არც მეგონა თუ მოვიდო და მათ მოდივარო მე ასპეტავო ინოჩე ოდა ეგრე ხალხებო ეგეთი ამბები არის რავის რასავლაყრაყებდი და რასავრაყუნობდი ჯერ ისედაც დიდი აზრიანად არა ვარ და ახლა კიდე სულ გამაატვინა ამას უცლად გამომატვინა ერთი პატარა მოყლოპა კიდე მაქვს ლელამ მითხრა დღეს რომ ისაო ნანადეიდაო იქნებაო მოხვიდეო ვიდეოშიო და რაღაცა შემოხდა მეოთხარი ფიქრია მეოთხარი ლელა მეთქი მეც კი ძალიან მინდა მეთქი რომ მოვიდე და მჭირდება რომ მოვიდე და ცოტა მიჭორაო მეთქი მაგრამ ისა რა ვიცი მეთქი და რა ვიცი და მოვედი ეგეთი მე რომ სუსტი ნებისყოფის ხალი გამოსულიყავი უარს ვერავის ვერ ვეთყოდი გეუბნებით რა აი მართლა გეუბნებით ჩვენთან იტყოდნენ ხოლმე ეგაო ვინმეზე რო უნდა ეთქვათ რომ ძალიან ისეთი ის არისო სუბუქი ყო ვერ ვამბობ იმ სიტყვას YouTube-ის გამო თორე სუბუქი ყო ფაქტებისაო რომ ძლიერათო რო უნდა ეთქვათ იტყოდნენ ხოლმე ეგ რასამო თბილიპური ვითარიგებსო საიდან მომაგონდა ეხლა აი ეგ რაღა მოსაფიქრებელი იყო თბილიპური ვითარიგებსო და ეგ იმიტომ იყო რომ ალბათ უწინდლიდან რო პურს რო გამოაცხობდნენ ყველას აწვდიდნენ ჩვენთან მაგალითად კორპუსში სანამ კარგი დრო იყო და გაჭირვება არ იყო და კომუნისტების დრო რო იყო რა მოკლედ ჩემ ბავშვობას ვამბობ ერთი აცხობდა ხოლმე მარტო მე სხვა არ მომი იშვიათად დედაჩემმა იშვიათად როცა ის ქალი თონეს ახურებდა ხოლმე თამარა აცხობდა და ბავშვს მოგვიტეხავდა ხოლმე ცხელპურს და დედა მე ისა გვეთყოდა წყალში და ასველი წყალს და ერთხელ წავედი მე და ისა უშვერა წყალს ონკაზე ეზოში ონკანი იყო და უშვერო დასვენდეს და გამივარდა წავიქეცი თუ ამიცურდა ფეხი თუ რა იყო და გამივარდა პური და როგორ ვღნაოდი პურს 4 წლისა ვიყავი მგონი თბილ-პურს ამღავდი და მეუბნებდი გაჩვენდი კიდე მოგიტეხავსო ხოდა ეგ სველი პური თუ რა ერქვა აღარ მახსოვს წყლიანი პური რა იყო და ხოდა იმის თქმა მინდა რომ მე რო ცუდი დრო მოვიდა და 90-იანები იყო და ყველა ვაცხობდი ყველას ვაწვდიდით ხოლმე მეზობლებს რა თუნდაც მოწვდათ ცხებოდა თონე ხურდებოდა და ყველა თონეზე იყო და იყო ჭაბაყლაპაობა ხოდა ეგრე ისაო მაშინო ერთმანეთი გაქონდა მართალია ხალხო გაჭირვება ში დამეგობრდა ხალხი და ეხლა დალხინებაში და კაი ცხოვრებაში არავის ერთმანეთი აღარ უნდა ისე ისა პირველი აქ კოვიდის მერე და მანამდეც და მერეც რა არის ჩადებული უნდა გათიშო ადამიანები ხო იცით გათიშე და იბატონე ერთმანეთს გვაშორებენ აბსოლუტურად კომუნიკაციებს აკლავენ იმას არ უპასუხო იმასთან არ ილაპარაკო მე ამას წინათ მე დავცხე ჩემს წინა კვირას აი ეს კარგად მახსოვს იქ მივდიოდით რუოში ხილბოსტანის საყიდელად გზადაგზა ხო და ამან გამოიდო თავი ეს ჩემი ძვირფასი ტვინიკოსამდე თქვა რომ აი იცი რა ისა როდესაც რაღაცა ცუდი რამე გჭირს არ უნდა თქვა, არ უნდა ილაპარაკო, შენი ტკივილი არავის არ უნდა გაუზიარო, იმიტომ რომ უხარია ხალხს. მეოთხარი მასე მეთქი იმასაც წერენ და ამბობენ ვითომ ბრძენმა თქვა, რომ როდესაც ბედნიერი ხარ, არავის არ უნდა გაუზიარო, არავის არ უნდა უთხრა, იმიტომ რომ თვალგეცემა, იმიტომ რომ ზოგი ცუდს გისურვებს, იმიტომ.
ხო და ხო მართალია მეოთხარი ეხლა გადავაბრუნოთ ეგ პლასტინკა მეთქი მეოთხარი პლასტინკა არა აქაურად იტყვიან ხოლმე გადააბრუნე ეხლა ისაო ტაფამწვარიო ფრიტატა ქვია გადავაბრუნოთ მეოთხარი ეხლა ეგა მეორე მხრიდან შევხედოთ ცუდად ახარ არავის არ უთხრა კარგად ახარ არავის არ უთხრა ჩაიკეტე შენთვის იყავი შენი ემოციები შენ თვითონ დაიგრგო შეინახე კარგად ხარ შენთვის იყავი ბედნიერი არ მინდა მასეთი არც ბედნიერება მინდა არც უბედურება მინდა ეგ რაღა გამოვიდა ეხლა ვფიქრობ ასე იმიტომ რომ ის არ უთხრა იმიტომ რომ იმას შეშურდება იმას ის გაუხარდება შენი თუ ჩემი ცუდი ვინმეს უხარია გაუხარდეს მეტი სიხარულიც არ ეღირსოს ვიწყებლებ ეხლა წევლა შეიძლება ღმერთობა პატი აღარ თქვი ხო თუ ვინმეს გაუხარდო თუ ვინმეს ეწყინება რომ მე კარგად ავარ და ბედნიერი ვარ ისიც იმისი პრობლემაა ჩემი არ არის ხო და იქნება და ვიღაცას ჩემთან ერთად უხარი ჩემი სიხარული რატო დავმო კარგ ადამიანებს მოვიკრეფავ. ცუდები თავისითაც მომშორდებიან, იმიტომ რომ არ უნდათ ჩემ დაყოფნა, თუ არ უხარიათ ჩემ. ხო და აი ეგ არის რომ აი ამას ყოველდღე თესავენ ადამიანებში. აი როცა ცუდად ახარ არ გეკონოს რომ ვინმე გითანაგზნობს, უხარიათ შენი ცუდად ყოფნა. რა თქმა უნდა, კიდევ მეორე არიან ისეთებიც, ასეთებიც, ისეთებიც, ბევრნაირები, ყველანაირები ვართ, იმიტომ არის სამყარო კარგი და ლამაზი, რომ მრავალფეროვანია ხალხი, მრავალფეროვანი, არა ვართ ყველა ერთნაირები, ხო? ორი ერთნაირი ანაბეჭდი არ არსებობს, ამაზე მეტი სასწაული რა გინდათ სამყაროში, ხო? ხო და იმის თქმა მინდა რომ ამას გვიკაკუნებენ ჩვენ არავის არაფერი არ გაუზიარო არავისთან კონტაქტი არ გინდა მეგობრები არ აყავდეს ტრებს მოერიდე ესაკენ იმიტომ რომ შეიძლება ჩაიკეტო ამიტომ არაფერიც აღარ მიხარია ამიტომ აღარ მაინტერესებს სახლში რამის მოწყობა ამიტომ აღარ მაინტერესებს რაღაცების გაკეთება იმიტომ რომ არავინ არ მოდის ის რომ მარტო შენთვის უნდა გქონდეს და შენ გაიხარო და მარტო შენი სიამოვნო არ არის ეგრე. მე ჩემი ასეთ ვამბობ, ჩემთვის არ არის სწორი. იმიტომ რომ არიქა როცა კარგად ავარ და ბედნიერი ვარ, არა ვთქვა იმიტომ რომ ისა ვინმეს ეწყინება შეშურდება. აი, დარდი. თავისი პრობლემაა. მე თუ სხვისი კარგად ყოფნა შემშურდება და ცუდად ავარ, ჩემი პრობლემა იქნება, ხო? და აი ცუდად რო ხარ და აი რამდენი მალავს ხო სწორია მე გამოვედი და ვთქვი რომ ეს ამაკ და ხალხო კი ბაბაკ მაგრამ ძალიან ბევრი დედაჩემი 2 წელი ოპერაცია ისე გაიკეთა ხალხო ისე იკეთებდა 2 წელი სრული 2 წელი და რაღაცა ისე დაკყავდა ყოველ 21 დღეს ქიმიაზე რომ არავინ არაფერი არ იცოდა დამაც კი მარტო მე ჩემმა ქმარმა, ჩემმა ძმამ და ჩემი ძმის ცოლმა. მარტო ჩვენ ვიცოდით. არავინ ხა თავის დასკი უთხრა რომ ოპერაცია გაიკეთა რაღაცა, ეგეთ კი, მაგრამ აი ის რომ როგორ ახარ ეს ქიმიებს იკეთებ ეგეთი რამეები, არავის არ ეუბნებოდა. მე ვეტყოდი ხო ქალო, სასეცხვილოა, რას იმას იკლავ თავს რომ დამალო და სადახარ და როგორ არა მაქვს ნანა ნერვი. არ შემიძლია რომ ვიღაცამ გამაჩეროსო და ეხლა ხო იცით ხალხმა როგორც იციან ეგეთები სულ რომ საერთოდ რომ არ აინტერესებს ცოცხალი ხალხი ხარ როგორ ახარ და რომ შეგხვდება და ვაიმე უიმე გოგო გავიგე და მართალია და ვაი ხო აი ეგეთი რამეს არ შემიძლია და აი რომ ვიშვიში დამიწყონო და რომ შემიწყოდონო და რომ ეს არ მინდაო ხო და არა თქვა და არ ამბობდა მე რომ აი მე ჩემზე იმღელა ხმა იყო გავარდნილი მე 28 წლისა ვიყავი რომ ვაშლის ძმარი დავლიე აი საწამე ყვას ახლა ხოლმე რაყრაყი ვაშლის ძმარი დავლიე და 2 კვირაში ფიბრომა მქონდა მე ვიცოდი რომ ფიბრომა მქონდა საშვილოსნოზე გარედან იყო წლები 5 წელი მქონდა 23 თუ 22 წელსა ვიყავი რომ გავიგე და მოკლედ 28 წელსა გავხდი აკონტროლეო წელიწადში ერთხელ ვიკეთებდი ეხოს თუ არ იზრდებაო თავი დაანებეო მერეო ან ფერცივება იქნებაო ანისაო მოკლედ ექიმი მეუბნებოდა იმიტომ რომ გარედან არის შიგნით ყველაფერი ნორმალური არაფერი არ არის პრობლემა არ არის და
ვაკონტროლებდი და არ იზრდებოდა და რო არ იზრდება დავალებოდი თავი. ხო და ვაშლის ძმარი დავლიე გასახდომად მაშინ ხო რა შემოვიდოდა ხო ყველაფერი უნდა მეცადა და დავლიე და 2 კვირაში ეს შენი პატარა რამხელა იყვარვით 3 სანტიმეტრიანი გახდა 5 კილო. ისე რომ მუცელი გახდა 9 თვიანი ორსულივით 2 კვირაში. ისე გაიზარდა ის ფიფრო. ხო და რო გავიკეთე ოპერაცია სასტრაფო წავედი მე თელავში უნდა გამეკეთებინა ოპერაცია იქ რო ეკივა გამჭირა რა სამბობო ამასო უკვე ნეკროზია წასულიო ამასო უკვე ნაწლავებში იქნება ჩაჭედილიო ამასო ის ვიღაცა განყოფილების გამგე იყო დაბალი რგვალი რავი აღარ მახსოვს რა ერქვა თავი ექიმი და არაო არ მოვკიდებ ხელს 4 საათი 3-4 საათი იყო აღარ მახსოვს რა არა რავი რომელი საათი იყო შუა დღეს ხო და იქვე გამომიყვანეს დედაჩემი, ჩემი ძმა, მამაჩემი არ იყო საქართველოში. დედაჩემი, ჩემი ძმა და დეიდაჩემი. მახვდნენ, გამოვედით იქვე ჩავსხედით ტაქსში და ასევე დედაჩემის სკოლის მეგობარი, გინეკოლოგი იყო თელავში. იმანს ყავდა თავის დაქალი ჩაჩავაში განყოფილების პოლიკლინიკაში იყო მოკეთის ქალი. და იმასთან გადარეკა მაშინვე ჩავსხედით ტაქსში და წავედით და შემიყვანეს და მეორე დღეს ოპერაცია გამიკეთეს. მოკლედ რის თქმა მინდა. ხო, საღი იყო მთელი ყველა ორგანული სანამ შემიყვანდნენ დედაჩემს ხელი მოაწერიეს რომ რაღაცა და რა მდგომარეობა დაგხვდება არ ვიცით და ყველაფერი ამოვაცალოთ და დედაჩემ რა თქმა უნდა ოღონდ ცოცხალი მყავდესო და არც მაგისი გათხოვება არ მინდა და არც არაფერიო და რამდენჯერ უნდა გამოვეგლიჯე სიკვდილიდან ეს დედაჩემსაც უკვე და ისა რო გამჭირეს ბატონო ასეთი რამე არ გვინახიაო მარტო ის მოათალეს არაფერი არ იყო ამოსაღებიო ყველაფერი იყო საღიო და საღსალამათიო და მითხრეს რომ 6 თვეო არ გათხოვდეო მერეო 1 წელიო არ დაფეხმძიმდეო რომ მაინცო ის ნაკერები და რაღაცაო და მერე ჩვეულებრივ გააჩინო არაფერი პრობლემა არც არა გავთხოვილ ვარ არც არაფერი მოვედი აქ 44 წლისა გავთხოვდი ხო და მაშინ გავარდა ხმა ხალხო გავარდა ხმა რომ ქუჩაში რო ჩამოვედი და ქუჩაში გავდიოდი ბაზარშიც რო გავდიოდი აი ჩუმათა ჩურჩულებდნენ ვაიმე ეს არ არისო რო ყდებოდაო ხო და ხალხი მაინც უილაპარაკებს იმის თქმა მინდა რაზე მოვაყოლე ახლა ეს ყველაფერი ეხლა ვიღაცა იტყვის ვინც არ მიცნობს და ჩემ ისტორიებს იგებს ხო 23 წლისა უყდებოდი მე 28 წლისა უყდებოდი ჩემი ძმა იტყოდა ხოლმე რომ ეხლა იტყვის ხომ ნანაო არა ხდება აი ცუდად არისო აი რაღაცაზე იმკურნალოსო აი რაღაცა ნანა თუ ცუდად ხდება უნდა ყდებოდესო იქამდე უნდა მივიდესო და მართალია რა მე აი ბოლომდე უნდა ის ვიყო ხოლმე ოღონდ მე გამოვწურები ხო და ეხლა ვინც უცხო გადამაწყდება და არ მიცნობს და რომ ისმეს ეხლა და იტყვის ვაი მე ესეც კაი ნატანჯი ყოფილაო მართლა ვარ კაი ნატანჯი ხო და ეგრე ხალხებო არც კიდე მხიარულების გუნება და განწყობა არ მაქვს მაგრამ მაინც თქვენთან ერთად რო ვარ მაინც მომემხიარულება ხოლმე თავისთავად იმიტომ რომ ეს თერაპია ხალხო ეს YouTube-ზე ვიდეოების დადება ვისაცა გააქვთ ცოტა დეპრესიული მდგომარეობა ნევროზი ხალხთან ურთიერთობა და კომუნიკაცია გააკლიათ ქეთოს სიტყვებს ვიმეორებ ხა დეფიციტი გაქვს დეფიციტი კომუნიკაცია მე მაგალითად მაქვს იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ხა გავდივარ და იტალიელებს კი ველაპარაკები და ვეღვანჯალები ცოტა ისა ჩუმად და წყნარად თუ დამინახეს მაშინ მეკითხებიან ნანა რა მოხდა არაფერი წყნარად ავარ ხო და ისა რის თქმა მინდა იცი ურთიერთობის დეფიციტი მე ხო ძალიან მაკლია ეს ქართველებთან ურთიერთობა და ვისაცა გააქვთ ადამიანებთან აბა დააკვირდით ისა ბევრს აქვს ბევრი ყველას არა რა თქმა უნდა მაგრამ იუთუბერების უმეტესობას აქვს ეს დეფიციტი მეგობრების დეფიციტი კითხვით ახლა გამოვლენ და იტყვიან რომ არა ყავს ეგრე იგრე მაგრამ გააქვთ დეფიციტი გააქვთ აღიარეთ ხო და დაიწყეთ ეს იუთუბერობა მაინდა-მაინც ახლა აქ მილიონი არ აკეთდება იმისი არ იყოს ადრეც ვამბობდი მაგრამ არავინ არ დამიჯერა და მაინც ზოგიერთი ჭკვიანი აი თვითონ იმას ამბობენ და მგონი მე კიდე უფრო კარგი ხელფასი მქონდა ხოლმე
საქართველოზე უკეთესი ვიდრე არ ვიცი რამდენია საქართველოში, მაგრამ რო გითხრათ რომ ვაიმე და ამით ოჯახებს შეინახავთ თუ ეხლა გადაწყვეტაზე იმუშავებ და ისეთ კონტენტს დადებ, მაგრამ ის რომ სახში რაღაცა გავაკეთე და ეს გავაკეთე და აი ჩემსავე დაჯდე და ისაუბრო და პეჩენია გავაკეთე და რაღაცა ისა ტოლმა ისა რა ქვია მაგაში მილიონები არ გამოვა და ახლა თუ ისეთ კონტენტს დაიწყებთ როგორც აგერ მოგზაურობებს აკეთებენ და ასე შემდეგ და კი ხო და იმის თქმა მინდა რომ ხელფასი კარგია, ორი კაპიკიც რო გქონდეს ადამიანს ზედმეტი არასდროს არ არის, მაგრამ აი ეს ურთიერთობა ადამიანებთან, ეს საუბარი, ის რომ რაღაცა შენსას ამბობ, საუბრობ, უფლება გააქვს და საშუალება იმისი რომ შენი აზრი განაიმტო არავის კი შეუწყო არ მიაყენო, მაგრამ ის დააფიქსირო, ეს თერაპია უფასო ფსიქოლოგთან სიარულია რა, მოკლედ და კონკრეტულად და ეგრე. ფსიქოლოგი თუ კითხვებს გისვავს, შენ თვითონაც შენ თავს დაუსვი კითხვები და უპასუხე აქვე. ამოატრიალი შენი თავი და დაინახავ რა გჭირდება. ას ჩემო კარგებო, წავედი ეხლა ვინც გინდა იფიქრეთ, რას აბჟუტურებსო, ვინც გინდა რაც გინდა იფიქრეთ, მე მოვედი. ვინც ჩემიანი სიტყვაც არ მიყვარს, მაგრამ ფაქტია, ვისაც გულთან ახლო გყევართ და მიყურებთ, მისმენთ, მიჩვეული ხართ ჩემზე და თქვენ ოჯახებში ვარ, ასე ვთქვათ, ფიგურირებ თქვენ ცხოვრებაში, მომისმენთ. ვიღაცას ყოველთვის არ მოგეწონებით, ყოველთვის ხალხო, საკუთარ დედასაც არ მოწონს თავისი შვილი და მე როგორ უნდა მოვეწონო ვინმეს, ხო სწორი? არა, მაგრამ ვისაც არ მოგეწონებით, ხო? გაატარეთ ხალხო, განა იმას თვალ, არიქან მიყურებ და რა შემოხვედი, კი, რა შემოხვედი, რა გინდა, თავს რაზე იტანჯავ, მაგრამ ნუ გაიჯებით და ნუ რაფერს ნუ დაწერთ. განა იმიტომ რომ არიქა მეშინი, არა, გიპასუხებთ. მე ხო გადაწყვეტილი მაქვს, რომ არაფერს არ გავატარებ. თუ ვინმე იქნება მისალანძღი, არ დამიბლოკია ის, ვინც დამიწერა, უბრალოდ გეუბნები, რომ აღარ დაწერო შენი უაზრო აზრები. მე თუ არ უაზრო, შენ ნუ დაეშვები ჩემ დონემდე. შენ დონეზე დარჩი აზრიანად, ძალიან მაგრად, იყავი სადაც ახარ, ჩემ დონეზე არ ჩამოხვიდე, რომ ამ უაზრო ქალს კიდე შენი უფრო უაზრო და შტერი კომენტარი დაუწერო. გრამატიკულადაც ვერ გამართე შენი კომენტარი, წერტილი და მძიმე და სასვენი ასოები შენ არ იცი, მოკლედ უვიცი ხარ ვიღაცა ხარ რა, მაგრამ მაინც არ დაეშვა ჩემ დონეზე. ბოლოს მაინც უკბინე. სახლის ფორმა მათვია. ეხლა ეს კაბა გავრეცხავ ჩამც. დილას თოკიდან ჩამოხსენი. ხო და ეხლა ისა საგარეოთ ამაზე უნდა გადავიდე. ამაზე არა, ამის მეგობარი რომ მაქვს რა. იმიტომ რომ ძალიან გემრიელია, ფოფოდია კაბა არის, ინოჩენტეს ეჯავრება ჭირის დღესაც სახშიც გარეთაც, მაგრამ არ ვეპუები. წავედი კოცით ყველას აბა და აბა ხო ხალხები.